მოგესალმებით ჩემი საყვარელი გადაცემით, რომელიც სულ რაღაც ამ დღეებში დავიწყე. ბაქუ პალასი 25 წლიანი ისტორიით მზად არის, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ ყველაფერი შემოგთავაზოთ. რა თქმა უნდა, მეგთავაზობთ თქვენი ირჩევთ და აუცილებლად თუ აქ არ ყოფილხართ აი ამ ვერანდაზე, ბაქუ პალასის ვერანდაზე, რომელიც 25 წელს ითვლის ძალიან ბევრი რამ დაგიკარგავთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აქ ძალიან ბევრჯერ ემოისე გამოისეირნებთ, გაისეირნებთ, ბაქუ პალასის სიდიადეს ყურადღებას მიაქცევთ. მე ამ ობიექტში თქვენთვის დავაფიქსირებთ ისეთ დეტალებს, რომელიც თქვენ ნაკლებად იცით, მეც მათ შორის. ამიტომ ვიყურეთ. ღვინოშია ჭეშმარიტება, ჩვენ ხო ღვინის ქვეყანა ვართ. ბაქუ პალასში არაერთი გემრიელი კერძია, მათ შორის დელიკატესები. დასალევიც აბსოლუტურად ისეთი არის შემოთავაზებული, რომ ნაკლებად თუ იპოვით თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მით უმეტეს აი ამ ლამას სანაპიროზე და მინდა გითხრათ, რომ დილიდან ვარ მე აქ, ყოველი შაბათი დღე შეგიძლიათ შემომიერთდეთ და მიიღოთ გადაცემაში მონაწილეობა. დასვათ ჩემთან ერთად შეკითხვები და დატკბეთ ამ არაჩვეულებრივი გარემოთი. მანამდე კი სანამ მე ღვინოს დავაგემოვნებ, ბაქუ პალას თქვენთან ერთად მიულოცავ იუბილეს ბაქუს პალასის დამაარსებლებს, აი აქ მომუშავე პერსონალს, მათ შორის ქართველებსაც, ბაქუ პალას გაუმარჯოს. ყველანი კმაყოფილები უნდა ვიყოთ. მაშ ასე ჩვენ ვიწყებთ და ჩემი რესპონდენტი ახლა მზად არის, რომ გაგვაცნოს 25 წლიანი ისტორია. თუ რა კერძებს შემოგთავაზებენ, ახლა მეც თქვენთან ერთად გავიგებ. არ შეგშურდეთ, ხელმისაწვდომი ფასებია, ამიტომ ძალიან ნუიქნებით კრიტიკულები, უბრალოდ მოდით ჩემთან ერთად და ერთად წავიყვანოთ გადაცემა. Илья! Лейла, здравствуйте. Очень рад вас видеть, дорогая. Очень рад. Очень рад. ის იქნება დღეს ჩემი რესპონდენტი. გავიგოთ, რა ხდება აქ და რატომ ვარ მე დღეს და კიდევ რატომ ვიქნები. ამაღლებული განწყობა და რაც თავარია компетентური респонденты. Ну, начнем. Как ты давно здесь работаешь? Я работаю здесь уже 10-й год. Я пришел сюда, начинал с помощника официанта. Сейчас я уже старший официант, менеджер этой террасы, нашей прекрасной. И я вижу то, что ты приходишь к нам уже второй раз, тебе понравился прошлый раз. Очень понравилось. Расскажи про свои впечатления. ამის გადმოცემა არ შეიძლება, ის სურნელი, რომელსაც აქაური კერძები ჩვენთვის გადმოსცემენ და პირველ რიგში შევიგრძნობთ ამ სურნელს, მე ეს კერძები გადმოსცემენ ისტორიას და ქმნიან განწყობა ამაღლებულს. И я хотел тебе сказать то, что нашему ресторану уже 25 лет. У нас очень скоро будет годовщина, 25-летие. Мы открылись в 2001 году, 1 января. Мы всех приглашаем. Я буду грузинов привезти сюда. Да, აუცილებლად. აუცილებლად ჩვენ ქართველები მოვალთ აქ და ჩვენს კულტურასაც წარმოვადგენთ აი ძალიან დიდ იუბილეზე. Вот это веранда, где мы сидим. Чем отличается от других? От других атмосферой. Просто посмотри вокруг, посмотри на эту красоту. Посмотри на еду, которую ты кушаешь, на наши улыбки. То, что мы полностью жизнерадостные. Мы находимся у себя дома сейчас. Это Баку, это мой второй дом, честно. Я нахожусь здесь, если честно, больше, чем нахожусь у себя дома, у себя в квартире. И, знаешь, бывает такое, то, что люди приходят на свою работу без настроения, там, это надоело, там, хозяева, знаешь, что-то там, какие-то задачи дают непростые и так далее. Для нас, Баку, я еще раз повторюсь, это второй дом. Мы здесь только улыбаемся, у нас радость, мы видим наших коллег. Потому что у вас боссы очень хорошие, профессионалы. Конечно. Они берут. У нас как маленькая семья, ты знаешь. Я бы не работал здесь, понимаешь, 10 лет на протяжении стольких лет, если бы у нас не было так все хорошо здесь. А что еще добавляет Баку Палас на юбилей? Смотри, мы в течение этого месяца открываем новое место, Garden Cafe. То есть это будет место на сайдволке. Там будет просто красота. Garden Cafe это как это переводится? Это как сад, праздничный сад. Там будет все в цветах, будут новые блюда. Мы сейчас пригласили нового повара, который будет придумывать блюда, которых вы еще никогда не пробовали. То есть это signature. Это будет ноу-хау. Да, это ноу-хау. Это хорошо.
Тишо, кто владелец ресторана? Кто они такие? Когда давно приехали? Можно их узнать от вас поближе? Владелец ресторана у нас Слава и Саша Абрамович. Они приехали с Молдавы. С Молдовы уже больше 40 лет они уже здесь. Друзья. Друзья, да, они хорошие друзья между собой, хорошие партнеры. Видно. Да. То есть они для нашего ресторана, они делают все, они стараются. Они с утра и до поздней ночи что-то придумывают, что-то меняют, вкладываются в это место. То есть не жалеют ни на чего. Они работают именно на нашего гостя. Ты знаешь, чтобы гости всегда уходили довольные, счастливые. Это в плане еды, это в плане интертеймента, в плане дизайна, в плане атмосферы, в плане работников сервиса и так далее. То есть это от и до. Какой у вас такой случай был такой смешной? Или кто приходил в этот ресторан, известный человек? Из известных людей у нас здесь был совсем недавно, это Арсен Петросов. Это буквально было 3 недели подряд. Арсен Петросов, вы, наверное, знаете все прекрасно песню «Кайфуем». То есть это, которая гремела и до сих пор гремит, знаете, на весь мир, мне кажется, и так далее. Мы очень хорошо... Ну, здешний американец. Да, он живет в Лос-Анджелесе сейчас сам. Ну, американец какой-то был. У нас очень много проходило грузинских концертов. На моей памяти это штук 5 точно. То есть ребята к нам собирались по 300, по 350 человек здесь. Им очень все нравилось, атмосфера, еда и так далее. Плюс к этому отойдем немного от темы, то, что мы каждую субботу здесь устроили новое шоу, это the Broadway show. То есть к нам пришли специальные организаторы этого всего, постановщик. У нас артисты, танцовщики, плюс наш бенд участвует в этом. Это минимум 6 номеров. 6 номеров за вечер, именно по субботам. Плюс к этому мы будем делать воскресное шоу. Знаешь, когда люди в субботу не успевают к нам попасть, потому что по субботам у нас забивается зал очень быстро, буквально за неделю, за 1,5 недели. Мы решили сделать так для людей, то что мы сделаем еще одно шоу, чтобы все успели посмотреть на эту красоту, потанцевать, повеселиться и так далее. Спасибо. Да. Что будем сегодня предлагать? Сегодня мы с вами попробуем, так как мы в прошлый раз пробовали французскую кухню, сегодня я хочу вас угостить кавказской кухней. Это будет шашлык, это будет наш фирменный экленд-салат. И небольшой сюрприз будет от меня, это десерт, наш новый десерт, чоколад-пури. Спасибо. Пожалуйста. ვიწყებთ ბაკუპალასი ასევე სიახალით შემოგვიერთდება სულ მალე. როგორც ხედავთ, ახალი კაფე-ბარი მზადდება ულამაზესი მცენარეებით და ასევე უგემრიელესი ახალი კერძებით. ასე მითხრეს, რომ მსგავსი კერძები ჯერ არსად არ იყიდება. სპეციალურად ბაკუპალასისთვის იქნება შექმნილი. ახალი შეფსარეული ემზადება თქვენთან შესახვედრად. მე კი დაველოდები სხვა რა გზავნობს, მანამდე კი უამრავი ახალი კერძები მაქვს მე პირადად დასაგემოვნებელი თქვენ. შემომიერთდებით, ამას გაჯობია. გელოდებით ბაკუპალასი 4 ახალი კიდევ მეხუთე ვერანდით, კაფე-ბარებით ჩვენს განკარგულებაში. ჩემი დღევანდელი პირველი სალათა, როგორც ხედავთ, არაჩვეულებრივად გამოიყურება, არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ განახოთ. სურნელი არის ფანტასტიკური, ალბათ ამაში უცხო არაფერი არ არის, მაგრამ შეზავება, ინგრედიენტები და ის, რომ აქ ხედავთ თქვენ ყველანაირ მცენარეს, რომელიც შეიძლება მივირთვათ სახლშიც და რა არის ამაშიც უცხო ის არის, რომ მათ აქვთ თავიანთი მეთოდი. რა მეთოდია და რატომ დომინირებს ბადრიჩანი? თუ თქვენ გიყვართ ჩემსავით, მაშინ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ახლა თქვენთან ერთად მე ვნახავ ერთი ულუფა. აუცილებლად ერთხელ მაინც მიირთვით. ყოფერს ვერ გასწავლით, რადგან ის რეცეპტები, რომელიც ბაკუპალას აქვს, არის ექსკლუზიური და მათი საფირმო. ამიტომაც
გეპატიჟებით ჩემთან ერთად გაატარეთ შაბათი დღე ბაქუ პალასში. და კი განვაგრძნობ, ახლა ცალ-ცალკე მივირთმევ, იმიტომ რომ შევიგრძნო გემოები და მაინტერესებს თუ რა არის უცხო იმაში, რაც აქამდე ჩვენ ქართველებს არ გვაქვს. соусები აქვს სხვადასხვა. თუ თქვენ ოდნავ მწარე გეყვართ ჩემსავით, აუცილებლად დააგემოვნეთ მე სალათი. თუ თქვენ გეყვართ აჯაფსანდალი, ეს არის რაღაცა ახალი მიმდინარეობა აჯაფსანდალის, ამიტომ არ გამოტოვოთ, მობრძადით ეწვიეთ ბაქუ პალას, რადგანაც აქ ისე თამაშობს სხვადასხვა соусის გემოები და ოდნავ მწარე თუ გეყვართ და მით უმეტეს ბადრიჯანი, პომიდორი და კიდევ სხვადასხვა ინგრედიენტებით არის შემკობილი, დიახ, შემკობილი, გასინჯეთ, იმიტომ რომ ნამდვილად არის მადის აღმძვრელი. წავედი, ახლა უკვე მეორე კერძის დროა. მოკლედ მე მზად ვარ უკვე წითელი ღვინო მეორე კერძისთვის. თუ რას გვიმზადებს ბაქუ პალასი და ილია, ამას მე ახლა შევიტყობ. მოგძანდი ილია, მე აქა ვარ. გელოდები მოკლედ. საოცრება მოდის, საოცრება. И гвоздь ცეცხლი გვიკიდიათ. нашего ланча. Лэм чапс а-ля Баку. Все приготовлено на настоящих древесных углях с дымком. Попробуешь, не пожалеешь. ოჰო, ახლა აქ მინდოდა კიდევ ცეცხლი. მოკლედ, როგორც ილიამ გითხრა, ბაქუ პალასის საფირმო კერძი. რატომ უნდა მივირთო? იმიტომ რომ უკვე დავნაყრდი ისეთი სილამაზეა. ხელოვნების ნიმუში ბაქუ პალასში ეს მხოლოდ კერძები არ არის, ეს არის ძალიან დიდი არტი. ნახეთ, როგორი სილამაზეა. მოკლედ, ვუყურებ ტკბები და ერთი ადამიანისთვის ეს ძალიან ბევრია. ბაქუ პალასის საფირმო კერძი, აი, არაჩვეულებრივი წვნიანი საფირმო, რა ვიცი, ბოსტნეული соуსი, პომიდორი შემწვარი და რაც მთავარია წიწაკა, წიწაკაში ხო მთელი სიტყვება არის ერთად გაერთიანებული, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ და ერთი ადამიანისთვის კი არა, მე მგონი სამი ადამიანისთვის არის საკმარისი. მოკლედ, შემომიერთდით, ხომ გაგიგიათ? უყურებთ ტკბები ამ არტით. გელოდებით, ეს კერძი მე ვფიქრობ, რომ ერთი ადამიანისთვის ძალიან ბევრია, სამი ადამიანისთვის ეს კერძი არის საკმარისი, მით უმეტეს სალათა, უკვე დავაგემოვნეთ და ხომ გაგიგიათ? მაერტო კაცი, ჭამაშიაც ცოდვაო და გელოდებით, მე აღარ მივირთმევ, იმიტომ რომ ვტკბები, ეს არ არის მხოლოდ კერძი, ბაქუ პალასის საფირმო, ეს არის ბაქუ პალასის არტი. როგორც აქ ამბობენ, კავაკასიურად უნდა მივირთვა ახლა მე ხელებით. ჩვენ გვაქვს соуსი. აი ასე. არ უნდა ვიხმაროთ დანაჩანგალი ხელით, უნდა მივირთვათ ასე ამბობენ. ყველაფერი უჭმევა ხელით. არაფერი არ შეიძლება ხორცის ასე მირთმევას. საოცრება, საოცრება. აპატიეთ, მაგრამ ასე იჭმევა. მე კიდე აველოდები ახლა დესერტს და თუ რა სიურპრიზი ქონდა ილიას, რომელიც მას პინძლობს ამ გადაცემას. და ვიგებ თქვენთან ერთად. პირველი გადაცემის გასვლის შემდეგ სამშობლოდან გვეწევნენ სტუმრები. ეს სტუმრები არიან ახლა ჩვენთან პირდაპირ ეთერში მოგძანდით. ძალიან სასიამოვნოა. ლაივში ხარ, გიცნობთ უკვე. მოგძანდით, დაგძანდით. სტუმრებს მივესალმებით სამშობლოდან. მოგესალმებით. აი როგორ გაიგეთ ამ რესტორნის შესახებ? ხო, აი ძალიან ისე საინტერესოა, მოკლედ პირველად ვარ, პირველად ვიყოფებით, კეთილი იყო ჩვენი ფეხი, რაც მნიშვნელოვანია და რა ვიცი. ძალიან საინტერესო გარემოა, ხო, რა ვიცი. როგორი თქონია. მიულოცოთ, 25 წელი საკმაოდ კარგი თარიღია იმისთვის, რომ მისალოსაც კი არა, მე მგონი ფეიერვერკები უნდა იყოს ახლა, მთლიან რა უნდა იყოს. ჯერ რა, ვემზადებით. ძალიან კარგი. ეს რომ გულოცოთ.